მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ესე იგი, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოიჩინეს ნამდვილი მეგობრობა. გუშინაც საუბრობდი ამის შესახებ, დონალდ ტუსკმა გააკეთა განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა იმის თაობაზე, რომ პოლონეთი იწყებს ევროკავშირთან უკვე გარკვეულწილად საუბარს იმის შესახებ, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა იქნას შეჩერებული. ეს არის დონალდ ტუსკის პოზიცია და ეს ფაქტი თავისთავად უკვე ნიშნავს იმას, რომ ამას შეიძლება დომინოს პრინციპი ჰქონდეს. პოლონეთს მიყვეს შემდგომ საფრანგეთი, გერმანია, იმიტომ რომ დონალდ ტუსკი კარგად მოგეხსენებათ ევროპულ ლიდერებთან მუდმივ კოორდინაციაშია და ეს ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის ჩვენი მიგრანტებისთვის. უამრავი ქართველი არის დღეს პოლონეთში ორი კაპიკის საშოვნელად, არც თუ ისე კარგ პირობებში უწევთ ყოფა და ეს არის მეგობრობა. აი ამით გადაგვიხადა ჩვენ ევროპამ ის რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ ხელწერტილებში, ავღანეთში, ერაყში, გამოქვეყნდა კიდევაც რამდენი დაზოგა მათმა ბიუჯეტმა ჩვენი ჯარისკაცების ხარჯზე, რამდენი ფული დახარჯეს ასევე ჩვენმა ქართველებმა, რომლებიც უამრავი იყო ჩასული უცხოეთში და როგორც ტურისტული, ასევე იგივე ცოცხალი მუშახელი. ხა პოლონეთში ქართველები ძირითადად მუშაობენ და ეხმარებიან იქ იმ ადგილობრივ საწარმოებს თავიანთი აი ამ გარკვეულ შრომით არაფერს არაფუჭებენ პირიქით, არიან ცივილიზებული, ნორმალური მუშახელი და იაფი მუშახელი თან თუ გავითვალისწინებთ, იმიტომ რომ თუ უხდიან ისინი სიტყვაზე $1000 მაგალითად პოლონელს იქ ნახევარი არის ქართველებს. პირობითად ვიძახი მე, რომ ნახევარს უხდიან ჩვენებს და ესე იგი ეს ლუკმაც კი დაენანათ ქართველებისათვის. ეხლა ამ რეგულაციების შემდგომ, რა თქმა უნდა, ბევრი ქართველი იძულებული იქნება დატოვოს პოლონეთი. პოლონელმა ლიდერმა ქართულ ოცნებას შემოუთვალა, რომ ის თავად შეეცდება პასუხი გაეცეს იმ ყველაფერს, რაც უკვე დიდი ხანია საქართველოში ხდება. მთავარი რის შესახებაც ტუსკის განცხადებიდან გავიგეთ. ის არის მომხრე, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდეს, რადგან ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად საქართველო პრობლემურ ქვეყნადაც მიიჩნევა რიგი საკითხების გამო. ტუსკმა უკვე დაანონსა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ დაწყებულ სამუშაოებში ის თავადაც იქნება ჩართული. მე უკვე გამოვთქვი ჩემი პოზიცია, ჩავერთე პროცესში და ახლა ვმუშაობ საჭირო უმრავლესობის შესაქმნელად, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან. დიახ, ეს არის ჩვენი მიზანი. სრულიად გააზრებული მაქვს ისიც, რომ ქართველთა დაახლოებით 1/3 გულწრფელად ისწრაფვის ჩვენი ღირებულებების გაზიარებისაკენ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, სად არის ნამდვილი პრობლემა. ეს მხოლოდ საქართველო არ არის. ბოდიშს უხდი იმ ქართველებს, ვისაც შესაძლოა ეს განცხადება შეურაც მყოფელად მოეჩვენოს. თუმცა ზოგადად მტკიცედ ვუჭერ მხარს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას იმ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რომლებიც აღარ იცავენ დემოკრატიის საბაზისო სტანდარტებს და საიდანაც მიგრაცია წარმოადგენს ჩვენს პირდაპირ საფრთხეს. ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად ევროპის სამართლებრივი და საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ჩვენ აქ ყველას უხსნით ამ ჩვენ კარებს და ყველას ვაძლევთ უფლებად იშრომოს პოლონეთში და ევროპაში შრომის უფლება და სამუშაოს უფლება, ესე ადვილი მოსაპოვებელი არ არის. აი ეს არის მეგობრებო ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრობა ევროპულად. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ადასტურებს, რომ ბრიუსელში ამ საკითხის შესახებ მსჯელობა მიდის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. ევროპელი დიპლომატი სვამს კითხვას, კიდევ იმსახურებს თუ არა საქართველო იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს ევროპასთან, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა. ამ კითხვის მთავარი ადრესატი ქართული ოცნებაა, რადგან ფაქტია, რომ სწორედ მათი პოლიტიკის დამსახურებითაა დასული მინიმუმამდე ევროპული ალიანსის და საქართველოს ურთიერთობები. სად არის გამოსავალი? ჰერჩინსკი აცხადებს, რომ გასაღები ქართული ოცნების ხელშია. მათ შეუძლიათ მოისმინონ კრიტიკა და შეცვალონ პოლიტიკა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი რუსულს უწოდებს.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროპულ კავშირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპის ქვეყნებში. ასევე შევთავაზეთ თავისუფალი ვაჭრობის სივრცე. 3 წლის წინ საქართველომ ოფიციალურად გააკეთა განაცხადი კანდიდატის სტატუსზე და 2022 წელს ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა სამწუხაროდ ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობაში ვითარება არ არის სახარბიელო. მე ძალიან ღიად ვეუბნებოდი ქართველებს, რომ ურთიერთობა ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მიმდინარეობს სერიოზული განხილვა იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა იმ ქმედებების, გადაწყვეტილებებისა და კანონმდებლობის პასუხად, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, რაც ქვეყანას ევროპიდან აშორებს. დღეს დგას კითხვა. იმსახურებს თუ არა საქართველო კვლავ იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რაც მას დღემდე გააჩნდა ევროკავშირთან. წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა შესაძლო ნაბიჯებზე. მათ შორის ერთ-ერთი იდეა არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ამ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა წევრი ქვეყნების 2/3 თანხმობა და ეს მსჯელობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. რაც ახლა ისმის, არის ამ დისკუსიის მხოლოდ ერთი ხმა. ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ განხორციელებულა და უნდა ითქვას, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია ძალიან მარტივი მიზეზის გამო. არ სურთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ უვიზო მიმოსვლა შევზღუდოთ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელთათვის და არა რიგითი მოქალაქეებისთვის. თუმცა მსჯელობა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მაინც წევრ სახელმწიფოებზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე გთხოვთ იყოთ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა ევროკავშირში. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს, რომლებიც ევროკავშირში შესასვლელად ვიზებს საჭიროებენ. თან იქ თავიანთ ტურისტებს ეუნებიან საქართველოში არ ჩახვიდეო და ესე იგი ეს არის მოგუდვა რა, მოგუდვა დაიწყეს ჩვენი ქვეყნის. ეს არის მათი პარტნიორობა და რისთვის ვიჯებით, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით რუსეთთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტი მიიღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ქართული ხალხის მიმართ არაკეთილსინდისის დამოკიდებულებას და შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მოქმედი მთავრობა, მოქმედი პრემიერი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლავან მიხეილ სააკაშვილის ლობისტები, შეგახსენებთ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობებს, სადაც დონალდ ტუსკი თავად როგორც სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა წაგვიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, კრიმინალის, წამების სისტემის შექმნილი ადამიანის წერილი წაგვიკითხა და ცალკე გახსოვთ მისთვის გამოყოფილი ცარიელი სკამი, რომელიც დონალდ ტუსკმა გამოყო მისთვის და გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის სიკორსკის განცხადებები, როდესაც ის დღესაც წამების რეკეტის სისტემის შექმნას სააკაშვილს უწოდებს მოდერნიზატორს და სამაგალითო დემოკრატს. ყვა, აბა რა პრეტენზიები აქვს ჩვენ ქვეყანასთან? აი რა დააშავა საქართველოს რამე ეხა რუსეთთან ერთი ნაბიჯი არ გადაუდგიათ, სულ იმას ვაკრიტიკებთ ჩვენ ხელისუფლებას, მიდით დაელაპარაკეთ. არ ელაპარაკებიან. კანონები მიიღეს ისეთი, რომელიც ევროპას აწყობდა აქა და მათ ინტერესებს აწყობდა. და მიუხედავად ამისა, არ გააკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. იმიტომ რომ საქართველოს მათ ჭირდებათ სადგისად რუსეთთან მიმართებაში, რომ ჩვენ რაღაც პრობლემა შევხვდათ რუსეთს. აი ეს არის ჩვენი დანიშნულება. და რახან არ დავემორჩილეთ დღეს ყველა ჩვენზე კბილებს ილესავს. გერმანია, საფრანგეთი, იგივე პოლონეთი, იგივე ბალტიისპირა ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატებს ცოტა განსხვავებული პოზიცია აქვს და ჯერ ჩამოყალიბების პროცესში არიან, მაგრამ ევროპა დღეს საქართველოზე იერი შიტას იმისათვის, რომ ჩვენ არ ვიქეცით საზარბაზნე ხორცლად როგორც უკრაინელები. პოლონეთის პარლამენტში მოისმინეთ რეალურად მუქარა ქართული ხალხის მიმართ. რაც ბუნებრივია, არა ისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიძლება, არ შეიძლება ასე მუქრებოდნენ ქართულ ხალხს იმის გამო, რომ რაღაცებს არ მოწონთ ქართული ხალხის
არჩევანი. ქართულმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, შარშან მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს ეს არჩევანი, ყველა მას პატივი უნდა სცეს. ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ რაღაც შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართულ ხალხზე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად შანტაჟი შანტაჟად დარჩება. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას საქართველოს მოქალაქეებს კონდეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ისიც კარგად ვიცით, რომ ამ საკითხით ძალიან ხშირად სპეკულირებს ოპოზიცია და იბრძვის იმისთვის, რომ ბრიუსელში გამოიყენოს ეს საკითხი სწორედ და ბრიუსელი გამოიყენოს სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა. ეს ერთგვარად კოორდინირებული მოქმედებებს უფრო გავს პოლონეთის მხრიდან ასეთი განცხადებები, ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში და მცდელობები, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა უცხოეთიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია. როგორც ჩანს, არ შეიძლება მას გადაწყვეტილი აქვს, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შტაბის უფროსი იყოს ოღონდ გარედან. ეს ჩემი პოლიტიკური შეფასება შეიძლება ასეთი გავაკეთოთ, რაც შეეხება რეალურ სიტუაციას. აქაც ძალიან მარტივია, მას როგორც ჩანს, არ ვიცი, არ ამგონია ნაციონალისტური სენტიმენტებით თამაში მისთვის იყოს სასარგებლო, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ლეგიტიმაციისგან საკმაოდ ლეგიტიმაციას დიდი პრობლემები აქვს ამ საკითხზე. მისი დაფუძნების დღიდან 1986 წლიდან, როდესაც შენგენი შევიდა ძალაში, მთავარი საკითხი იყო წევრი ქვეყნების უსაფრთხოება. უსაფრთხოების ნაწილში საქართველოს არც ერთი ნაწილში, არც ერთ კომპონენტში, არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ უქმნის საფრთხეს. ყოველ შემთხვევაში არა იმდენს, ამდენსაც შეიძლება ნებისმიერი, მაგათ უნდა პოლონეთის ნებისმიერი პოლონეთი მეზობელი უქმნიდეს საფრთხეს ევროკავშირში. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ძვირფასო მეგობრებო, ისტორიკოს, პუბლიცისტ ბატონ დიტო ჩუბინიძესთან. მოგესალმებით ბატონო დიტო. სამშვიდობისა ბატონ ნიკოლოზ, მივესალმებით ამ კომპანიის სეზონის ერთგულ მაყურებელს დიდი პატივისცემით. აი ამ ევროპელი ლიდერების და განსაკუთრებით ტუსკის განცხადებაზე თქვენ რა შეფასებას გააკეთებდით? ალბათ უსმენდით ჩვენ გარკვეულ მონოლოგს გადაცემის დასაწყისში და აი ამ გარკვეულ განცხადებას ტუსკისა. თქვენი პოზიცია აი ამ განცხადებებზე. დიახ, რა თქმა უნდა, ისეთი deep state-ის ისეთი მონა, აი მუცელზე მფორთხავი მონა, როგორიც არის დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ძნელად წარმოსადგენია. ესე იგი, პოლონეთი იმეორებს იმ საბედისწერო შეცდომას, რომელიც მან ამ ორი საუკუნის წინათ დაუშვა, მხედველობაში მაქვს მისი ძალიან მერყევი და ეგრეთ წოდებული პარაჟენცული პოზიცია ნაპოლეონის მძლავრობის დროს ევროპაში, როდესაც ნაპოლეონმა ფაქტობრივად გადასანსხლა ეგრეთ წოდებული ვარშავის საჰერცოგო და პოლონეთი ჩვენ გვექცევა აი ისევე უპატიებლად და ისევე უმადურად, როგორც მაგალითად დავუშვათ ფაშისტური გერმანია ექცევოდა მაშინდელი ევროპის ყველა მოსაზღვრე ქვეყანას და მათ შორის თავად პოლონეთსაც კი. თუ კი პოლონეთს გონია ეხლა და პოლონელი ხალხი აქ არაფერ შუაში არ არის, აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის. თუ პოლონეთს გონია ეხლა რომ ქართველი ხალხი აი ამ deep state-ის მათხოვარი დონალდ ტუსკის წინაშე, ესე იგი, ცახცახს დაიწყებს და არიქა თქვენ ჭირიმე ევროპაში შეგვიშვით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ჩვენ მე აქ პირდაპირ უნდა ითქვას ბატონო ნიკოლოზ. ჩვენ ესენი ეს გარეწრები ჩვენ გვითრევენ უკრაინის ომში.
რუსეთის წინააღმდეგ საომრად გვერეკებია. ეს ყველაფერი, ეს მთელი ეს манипуляციები, რასაც ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აკეთებს, ბრიტანეთის ხელისუფლება აკეთებს, რასაც ეს საფრანგეთის ნარკომანი პრეზიდენტი აკეთებს, ცოლმა რომ თავობა დაანგრია ვიტრინავში ეს სამარცხვინო ემანუელი მაკრონი თუ მაკარონი თუ რაგვარია კაცმა არიცის. ეს პოლიტიკის და დიპლომატიის რაღაცა არ ვიცი რა ანომალია ხდება რა ეხლა 80 წლის წინ ევროპა მოფენილი იყო გრანდებით, ლიდერებით, აქეთ ჩერჩილი, იქეთ დეგოლი, აქეთ სტალინი, იქეთ რუზველტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ესე იგი, ესე იგი, აი ამ გიგანტებს ახლა შეადარეთ თქვენ, ეს დონალდ ტუსკი, კი არა, ეს არის დიპ სტეიტის ტრუსიკი. ეს სამარცხვინო არსება რა, ეგ არის სააკაშვილის მონა. პირდაპირ სააკაშვილი ფულს აძლევდა დონალდ ტუსკს, ფულს აძლევდა კარლ ბილდს, ფულს აძლევდა ეს მორგოჟეტას, ფულს აძლევდა ეს რო იყო რა ქვია კრემონი და რა ვიცი ყველანი ესენი ფულის აღებაში არიან დასპეციალებულები და გადაღებულები არიან. ეხ ხო ცნობილი ფანდი არის სააკაშვილისა, რომ გაასურიდა ამათ და მერე გადაიღებდა და ფაქტები ეხლაც ჩამოკიდებული აქვს გუგლზე ეგრეთ წოდებული ფლეშკით აი ეს რო არის ახლა უკრაინაში რო ზის ეს მთავარი კონჩიტა ნაციონალური მოძრაობის ადეიშვილი. ასე რომ ესენი არიან პირდაპირ გეუბნებით აი აღებნით ჩამობით კავშირში იყვნენ მიხეილ სააკაშვილთან. ამიტომ მე ახლა ვამბობ ამას პირდაპირად. ესენი ჩვენ გვითრევენ ომში. ის ქართველები, რომლებიც აი ამ დიპ სტეიტის აგენტურის მხარეს დადგებიან და მხარს დაუჭერენ საქართველოში რაღაც არეულობის, რაღაც რო იტყვიან ეგრეთ წოდებული აი ამ დისონანსის შემოტანას, ისინი არიან პირდაპირ ჩვენი მტრები და მათ ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი როგორც მტრებს. აქ ეხლა შუალედური რაღაცა ლაპარაკი და თავზე ხელის გადასმევა არ გამოვა. ესე იგი ეს ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა განადგურდეს და ჩათრეული იქნას ომში. ეს არის დიპ სტეიტის აგენტურა, ესენი არიან ფულზე მოღორებული სვავები, გაყიდულები, ახლა კანდელაკი და ვარამია და ხო ვიცით ახლა ეს რა კატეგორიის კარგი ტინა ბოკუჩავა, ეს ხელიდან წასული ქალი ყოველ მხრივ, ახლა რა უნდა ველაპარაკო მაგას. მაგ არსებას რა, საერთოდ ახლა და ნუ ახლა იქ მე მაგის ქმარი რო გამოვიდა და ჯერ ერთ დღეს რა ილაპარაკა და მეორე დღეს რა ილაპარაკა. აი ამ ზნეობის ხალხთან გვაქვს ჩვენ ლაპარაკი და მე ამიტომ გეუბნებით რომ ჩვენ ამათ ვერ მოვექცევით ისე როგორც ოპოზიციას. ესენი არ არიან ოპოზიცია, ესენი არიან აგენტები, ესენი არიან პირდაპირ მოსყიდული აგენტები, რომლებსაც უნდა საქართველოს ომში და უბედურებაში თავმა. ამიტომ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პოზიცია ჩვენი მათი უნდა იყოს არა როგორც პოზიცია ოპოზიციის მიმართ, არამედ როგორც სამშობლოს მტრების მიმართ და აქედან გამომდინარე ჩვენი მოქმედების პრინციპით უნდა იყოს ის, რაც ვაჟა-ფშაველამ ჩვენ გვიანდერძა, ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შევიბრალვით რისა და სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისაგან. აი ესე არის რა, პირდაპირ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ქართველებო, რომ არ აქვს მნიშვნელობა ახლა შეიძლება ადამიანი იყოს გვარად ისა, რა ქვია, კაპანაძე, მაგრამ იყოს მტერი და მოღალატე სამშობლოს, გადაბირებული აგენტი, შეიძლება იყოს ბოკუჩავა, გვარად, შეიძლება იყოს მანჯგალაძე, მაგრამ შეიძლება იყოს ხაზარაძე და შეიძლება იყოს კანდელაკი, გიორგი კანდელაკი რო არის ის გარეწარი. მაგრამ ის უკვე არ არის ქართველი, ის არის მოღორებული დიპ სტეიტის მიერ. ის არის დონალდ ტუსკი აყვანილი კვადრატში. ამიტომ ჩვენი განწყობები და მიმართება მასთან უნდა იყოს დაკავშირებული არა როგორც ოპოზიციის და რაღაცა ხალხის და დემოკრატიის ხმა, არამედ როგორც მტერი და მოხალატე საკუთარი სამშობლოსი. ამიტომ ჩვენ მათთან პასუხისთვის უნდა ვიყოთ მზად ამისთვის. ესე იგი, მე ვეუბნები ქართულ ხალხს. ჩვენ საქმე გვაქვს მტერებთან, სამშობლოს მოღალატეებთან გვაქვს ჩვენ საქმე. ამიტომ ჩვენ თუ საქმეზე მიდგება, ჯვარი გწერია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც მოქმედებდნენ ჩვენი წინაპრები მოღალატეების მიმართ.
რაც მოხდა მაგალითად საჩინო ბარათაშვილმა ჩაიგინა მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილის მიმართ, როცა გალიყარის ყდიდან კრა ხელი და გადააგდო. და ნადირს მისი ხორცის საწლევას და საჯიჯებას. აი მე რაც უფრო დრო გადის, ხო? აი მით უფრო წმუნდები იმაში, რომ რაოდენ დიდი ადამიანი იყო ლავრენტი ბერია რა. არა ბერია დიდი ადამიანი იყო, ბერია ყველაფერში მართლდება ხა. ხო, არა, აი რაც უფრო, აი ჩვენმა განდულა მართლდება ყველაფერში. ბატონო, აი რაც უფრო დრო გადის, რომ იყო საუბარი და კითხვის ნიშნები და მათ შორის მეც ქონდა რაღაც კითხვის ნიშნები შეიძლება და თქვენც ქონდა და სხვებსაც ქონდათ, რომ ლავრენტი ბერია აი რაღაცა ხო ზედმეტად ხო არ იყო მკაცრი, ზედმეტად ხომ არ იყო ესე იგი იმ ადამიანების მიმართ რადიკალური, ყველაფერი გამოჩნდა, რომ ესე არ ყოფილა. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ მეგობრებო, რომ დღეს აი სწორედ ის ინტელიგენციის წარმომადგენლები დგანან იმ სადარაჯოზე მტრისა და აი იმ ანტიქართულ პოლიტიკას ატარებენ და ანტისახელმწიფო როგორც მაშინ იყო ეს მაშინაც აუმხედდა საქართველოს ინტელიგენციის წარმომადგენლები მაშინ გასაგებია საბჭოთა საქართველოს იყო დღეს დამოუკიდებლები ვითომ ვართ მაგრამ ვაი ამ დამოუკიდებლობას და მაშინაც იმდენი მოღალატე, მაგრამ ლავრენტი ბერიამ გააკეთა ქართული საქმე, ქართველი მოღალატეების მიმართ, ასევე იმ სეპარატისტების მიმართ, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ლავრენტი ბერია საქართველოში უნდა დაუდგათ ძეგლი. ლავრენტი ბერია არა მე ხარ რატო ვლაპარაკობ ამას, იცით, აი ლავრენტი ბერიაზე რატო გავაკეთე პარალელი. იმიტომ რომ სწორედ ამ კაცის მაგვარი პოლიტიკა უნდა გატარდეს საქართველოში. დღეს საქართველოში ჩვენ ლოიალური რაღაცა ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ დღეს ქვეყანას ჭირდება სწორედ იმგვარი პოლიტიკის გამტარებელი კაცი, როგორიც ყავდა ჩვენ ეს ადამიანი. ჯერ თბილისი დაამშვენა, თბილისი აღაშენა, რამე თუ გაკეთდა ბევრი მნიშვნელოვანი, სწორედ ლავრენტი ბერიას დროს გაკეთდა და ამიტომ მე ხელისუფლებას მოუწოდებ რა. დაანებეთ იმას თავი, ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის. აი ხა, რაც არ უნდა ჩვენ გავაკეთოთ ევროპელები, ჩვენ მაინც ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედებენ, იმიტომ რომ მათი მიზანი ერთი არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ. თუ იმოქმედებ, მათთვის მისაღები. აი სააკაშვილმა რაც გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ იყო მისაღები. იმიტომ რომ აი წეგან ეხლა უყურებდი ბატონო ნიკოლოზ და twin-ში სისხლი კინაღამ ჩამექცა. ეს გარეწარი მურთა ზოდელავა რეჟიმის ჯალათი და ადეიშვილის მოადგილე, რომლის კისერზეც არის რა ვიცი, რამდენი გაუბედურებული ადამიანის სიცოცხლე. წეგან ეხლა აი ამ ესე იგი ელკონ ჭყონიას და LGBT მამუკას TV პირველზე გამოჭიმული და ესე იგი აფასებს პოლიტიკურ სიტუაციებს და ეს ის რო არის მიშველაძე რუსუდანი გლები უნდა გავკრიჭო რა იმ გლებს რა უთხარი მე თუ ეს რუსუდანი არ დაიჭირო ხო და ესე იგი ეგ არ ჩაუტარონ მათ სპეციალური ესე იგი ლოცვები რასაც ქვია ეშმაკის გამოდევნა ადამიანის ორგანიზმიდან და იქნება შემდეგ ეს ხალი რაღაცა ადამიანს მაინც დაემსგავსონ ახლა ამისმა აღვირახსნილობამ აი ამ ხალის აღვირახსნილობამ თელმა ქვეყანამ იცის ესე იგი ბატონი პეტრიაშვილი დატოვა ცალითოფის ამარა. ხო და ეხლა ეს იმდენს იხუნტროცებს და იფაცალებს. ხო, ნუ ახლა გამგები გაიგებს მაგას და სანამ ზარბაზანი არ მოხდება თავში ორივეს, მანამ ალბათ არ დაწნარდება. და ერთიც მინდა ვთქვა რა აუცილებლად ამ პოლონელებთან დაკავშირებით. სირცხვილი დღევანდელ ხელისუფლებას რომ მურთა ზოდელავა დღეს ტელევიზიით გამოდის და გუმოძღვრავს. და საერთოდ რო ხმას იღებს ეს გარეწარი. და სირცხვილი დღევანდელ ხელისუფლებას რომ აი ეს პოლონელი ნაძირალა რო იყო იქ და სააკაშვილის ბიოლოგიური მასა თუ სააკაშვილის რაღაცა ფეკალიები რო ეგრეთ წოდებული ნასკები თუ წინდები თუ ფერსაცველებით გამოკონდა. აი ეს ხუთივე პოლონელი, ხუთივე ეგენი უნდა ამოელპოთ ამას ციხეში. აი ეხლა ციხეში უნდა ჩაეყარათ ეგენი. და სირცხვილი ამ ხელისუფლებას, რომ აი სერბი
ისინი რო იყვნენ იქ ტრენერები ჩამოსული აქ ოტპორის ტრენერები რო იყვნენ სერბეთიდან ჩამოსული ვიღაც ორი ჯაგლაგი და ისინი რო გაუშვეს აქედან საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს ძალიან ხისტი აქ არის ყოფნა აქ ერის ყოფნა არ ყოფნაზე არის ლაპარაკი აქ არ არის გენაცვალე საუბარი აქ ქართულ ოცნებაზე არ არის აქ ლაპარაკი და აქ ხელისუფლებაზე არ არის ლაპარაკი აქ საუბარია იმაზე იქნება თუ არა რუსეთ-საქართველოს ომი ხალხმა გაიგოს ეგა აქ სხვაზე არაფერზე არ არის ლაპარაკი არა ყველამ კარგად გაიგოს ვიფასო მეგობრებო და მე მოსახლეობას მოუწოდებ აქ საუბარია იმაზე შეიცვლება თუ არა საქართველოში ხელისუფლება და იქნება თუ არა რუსეთ-საქართველოს ომი 2025 წელს. არა, ჯერ უყურეთ. გააცნობიერეთ ეგ ამბავი. არა, ჯერ უყურეთ. ვინც აი ამ ომის მოსურნე იქნება, ქართველი იქნება თუ ვინც იქნება საქართველოში, ის მიიღებს აუცილებლად საკადრის პასუხს. ეგ იცოდეს ყველამ და მას ხალხის რისხვა არ აცდება. არა, ჯერ ხალხი მოვიდეს გონზე და გააცნობიერეთ კარგად. პოლიტიკა დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია ეს ნაძირალა ბრიტანელი იმპერიალისტები ინდოელ პატრიოტებს რო ზარბაზნებით დაძდებდნენ მოსაკლავად ზარბაზნებზე რო აბამდნენ და ისე ხოცავდნენ და ეგენი რო საერთოდ დემოკრატიაზე ილაპარაკებენ 29 ტრილიონის ქონება გაქვთ გატანილი ინდოეთიდან მას შემდეგ რაც 1757 წელს ინდოეთის კომპანიამ ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ დაამყარა სამხედრო ტერორისტული რეჟიმი ინდოეთში 1757 წლიდან 1858 წლამდე ვიდრე ბრიტანეთის პირდაპირი ტახტის მმართველობა დამყარდებოდა ინდოეთში აი ამ ხნის განმავლობაში და მერე კიდე რაც ქნა პირველ მსოფლიო ომში და ჩერჩილის პერიოდის ბრიტანეთმა დაახლოებით აღნიშნულია რომ 29 ტრილიონი დოლარის ქონება გაქვთ გატანილი ინდოეთიდან ბრიტანელო ინგლისელო ბანდიტებო ყაჩაღებო და მკვლელებო დაუბრუნეთ ინდოელ ხალხს 29 ტრილიონი დოლარის ქონება და მე ილაპარაკეთ დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე რაც შეეხება პოლონელებს ნამეტანი ჭკუით იყავით ბიძიებო და ბაბუებო თორე თქვენ ისე არ დაგემართოთ რაც დაგემართოთ 1939 წლის 17 სექტემბერს როცა დასავლეთიდან მოგადგათ ფაშისტური გერმანია და აღმოსავლეთიდან მოგადგათ იოსებ სტალინის წითელი რუსეთი და სად გაქცეულიყავით არ იცოდით და ვირთხებივით დარბოდით აქეთ იქით. აი ისე არ მოგივიდეთ. ისე არ მოგივიდეთ, თორე ღმერთი დიდია და ვინც საქართველოს დაუპირისპირდა და ვინც საქართველოს გაუბედურება მიზნად დაისახა, ხედავთ ამერიკაში რა ხდება და ევროპაში რა ხდება და გერმანია რას გავს. რას გავს გერმანია, ხო ხედავთ? უარესი დაგემართება თქვენ. პოლონეთი არის ერთადერთი ევროპული სახელმწიფო დღეს რომელიც განიცდის დაახლოებით ისეთ აღმავლობას, რასაც ისრაელი თავისი დაფუძნების პირველივე დღეებში. ამიტომ ძალიან ჭკუით იყავით, პოლონეთში შეიცვალა საპრეზიდენტო მმართველობის შედეგად ხელისუფლება და კონსერვატიული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, დარჩენილი არის ეს deep state-ის მონა, ეს სააკაშვილის ვირთხა და სააკაშვილის მიერ ფულით ნაყიდი, კარლ ბილდთან ერთად, ეს დონალდ ტუსკი, უკაცრავად და სააკაშვილის დონალდ ტროციკი და მე გეუბნებით ვიფასო მეგობრებო რომ აი ამათი პოლიტიკა თავიანთ სამშობლოში პოლონეთში როგორ შემოუტრიალდებათ და თავიანთი ბნელი ზრახვები საქართველოს მიმართ როგორ მოუტრიალდებათ პოლონელებს სულ მოკლე ხანში ნახავთ მაგას რა ისი არ მოხდეს რომ ეს გამძვინვარებული პუტინი უკრაინაში ვერ გააჩეროთ და პოლონეთში შემოჯლიგინდეს და 1866 წლის 60-იან წლებში 66 წელს იყო მე მგონია პოლონეთის აჯანყების დროს რაც მოხდა ვარშავაში და რუსებმა რაც გაგიკეთეს თქვენა ის არ განმეორდეს რა თქვენ ნუ გადაიქეცით ახლა ევროპის ახალ ჟანდარმად თქვენ არა გაქვთ არც მაგის კულტურული საფუძველი არც ეკონომიკური საფუძველი გაქვთ და არც სამხედრო საფუძველი გაქვთ რა და თქვენ რო ტერიტორიები გაქვთ ამოდენა ტერიტორიები საქართველოს იმ ისტორიის შავბნელ ლაბირინთებში აქვს დაკარგული და თქვენ ჩვენ ვერ გვიბრძანებთ ვერაფერს და თქვენ ჩვენზე მეტი არც ლიტერატურა შეგიქმნიათ არც კულტურა შეგიქმნიათ არც ქრისტიანები ხართ ჩვენზე მაგარი და საერთოდ არც ჩვენზე მაგარი ვაჟკაცები ხართ კიდე
ხო და თუ ეხლა თქვენი ულამაზესი ქალები ნაპოლეონს ჩაუწვინეთ გვერდით იმისთვის რომ თავი გადაგერჩინათ და ხან რუსეთისკენ ხოდათ მიშვერილი ერთი ადგილი და ხან დასავლეთ ევროპისკენ და ამით გადაირჩინეთ თქვენი თავი ეს საქართველოში კაცობად და ვაჟკაცობად და ბრძოლად არ ითვლება და თქვენ ვერ მოგვახვალთ თავს ვერც თქვენი ცხოვრების წესს და ვერც თქვენს აგენტურას კიდე აი ვითომ რომ ის ყავდათ ახლა დიდი დემოკრატი და თქვენი პირველი პრეზიდენტი სინამდვილეში კგბ-ს აგენტი რო აღმოჩნდა სამარცხვინო ის სოლიდარნოსტის ლიდერი ლეხ ვალენსკა დადასტურებული ფაქტია რომ ეს არის ცნობილი კგბ-ს ნომრიანი აგენტი და ზვიად გამსახურდიას რო დაემანა იქა ეხლა რა შეასაქმე იცით ჩვენთან სამწუხაროდ აი ახლა მიდის აი ამ სტუდენტები როდესაც ყვირიან ძირს რუსეთის დამპალი იმპერია აი ეხლა ჩვენ ამ წუთას საომარი მოქმედებები ხო არა გვაქვს რუსეთთან ესე იგი სპეციალურად იწვევენ რუსეთის ყურადღება უნდათ მიიზიდონ რომ ეხლა რუსები კარგად ხვდებიან რასთან აქვს საქმე და ამიტომ არავითარი რეაგირება არ აქვს მაგრამ აი ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ როგორმე დაიწყოს დაძაბულობის კერის შექმნა და ეს ხო სტუდენტებს რო გარეკავენ ამათ ახლა რა გონია იცით აქ თუ რამე მოხდა ხო ზუსტად ეხლა ის და მაგ სტუდენტები ყველანი აიყვარეთ აღრიცხვაზე და თუ რაღაცა და რაღაცა ყველანი წინახაზზე აბა ეხლა ვინ წავა იქ აბა ზუსტად ეხლა ჭუჭუ ვაშაძე წავა და ნიკუტუ გვარამია თავიანთი შვილები მაგათი შვილები ქართულად ვერც ლაპარაკობენ ბრძანება რო გასცეთ რომ ისა რა ქვია ქართული ბრძანება ესენი აქეთ მოგვიტრიალებენ ავტომატებს ქართული არ იცითო ხო და ვინ წავა იქა უნდა წაბძანდე თქვენ ბიძია ბაბუებო აბა რა რუსეთის დამპალ იმპერიას უნდა ებრძოლო თქვენ ეგრე სად არის თუ საქმეზე მიდგა იარაღს აიღებთ ხელში და წახვალ წინახაზზე აბა ეგრე როგორ გონია თქვენ სამშობლოს დაცვა სამშობლო ეგრე უნდა დაიცვა აბა ეგრე სად არის ახლა თქვენ რო იმაში ელტონ ჭყონია გაფინანსებთ იქა და მე იქ დადიხართ კიდე და 9 საყვარელი ხავთ და მე 10 მანქანა ერთად ეგრე სამშობლოს ფული და სამშობლოს სიყვარული ერთად ვერ გზავრობს ერთი ეტლით ვერ გზავრობს ეგ კარგად დაიმახსოვრეთ თქვენა ხო და საქართველოს ვინც მიერეკება რუსეთის წინააღმდეგ ომში ის არის ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერი ამ ქვეყანას არანაირი რესურსი არ გააჩნია არათუ რუსეთს არამედ ჩვენზე პატარა ქვეყანასაც ეომოს ამიტომ ეს არის აგენტურა და მე მოუწოდებ ხელისუფლებას რომ გონს მოეგეთ თქვენა და მურთაზ ზოდელოვას მოალაპარაკებთ ტელევიზიით ამ გარეწას და სააკაშვილი გადაატრიეთ მეთვალსაჟელახსულების მე-12 პენიტენციარულ დაწესებულებაში რა უნდა ვივამედის კლინიკაში მაგ ცოცხალ ლეშს და მაგ მძორს რა ტკივა ხო ხედავთ აგე როგორ არის გასიებული სულს ვერ ითქვამს და ხნეშის დღეში ესე იგი 5 კილოს ასისკი არ ყოფნის თქვენ ახლა სწორად თქვით საერთოდ ეს ტელევიზიები ახლა ჩვენ ვლაპარაკობდით ამ დროს ახლა 30000 ლარებს რო ურიგებს ეს ელტონ ჭყონია იმათ რა ქვია მე მგონი დადგათ რომ უკვე ხელისუფლება მიიღოს გადაწყვეტილება ეს ბორდელები დაკეტოს რა იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ ეს არის გველების ბუდე საიდანაც შხამი იფრქვევა და იწამლება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არც ერთი ქვეყანა მაგას არ დაუშვებს არც აზერბაიჯანი არც თურქეთი არც რუსეთი არც უნგრეთი არც ამერიკა რომ პირდაპირ ეთერში გამოდიოდეს ტელესექს დივა და აჯანყდითო ეუნებოდეს ხალხს აი ვინ დაუშვებს ამას ხალხო ვინ რომელი ქვეყანა დაუშვებს ამას პირდაპირი მოწოდებები არის აჯანყებისკენ ეგენი ვერაფერს ვერ გააკეთებენ ახლა მე არ მინდა გააკეთებენ თუ არ ეგ სხვა არის კაცო ეგენი ვერაფერს ვერ გააკეთებენ მე არ მინდა ხალხი დამზაბო არა გაკეთებაზე აქ არ არის საუბარი აქ თუ რამე ახლა წკამუტუნი დაიწყეს მე არ გამოვრიცხავ რომ ამა ჩვენ შეიძლება ესენი ყველაფერზე წავიდნენ ხო ხედავთ ამერიკაში ეგ ამერიკაში მანდ ნიკო სამოქალაქო ომია ფაქტობრივად ეს რას დღეს ამერიკაში ხდება ამას ვინ აკეთებს ამას აკეთებს როტშილდი და როკფელერი ვინ აკეთებს და ამას აკეთებს ბლეკროკი ბლეკროკი აკეთებს ამას რომელიც ოფიციალურად 10 ტრილიონი დოლარის კონდებას აკონტროლებს და შეიძლება ის 10 ტრილიონი სამზე არის გასამრავლებელი და ეს გერმანიის კანცლერი რო არის ის ოფიციალურ შიზოფრენიკს რო გავს ის რა ქვია ვინც არის ისა რა ბატონო დიტო ეს იყო მერცი გერმანიის კანცლერი იყო ბლეკროკის ხელმძღვანელი
ხო წარმოგიდგენიათ ახლა ვინ დასვეს გერმანიაში ეს არის ერთი სისტემაა რა ეს არის deep state დონალდ ტრამპმა მას დაარქვა აბსოლუტურად ზუსტი სახელი ეს არის deep state რაც დღეს ამერიკაში ხდება ეს არის ფაქტობრივად დიდი მასშტაბით ის რაც ხდებოდა 2024 წლის ნოემბრის თბილისის ქუჩებში აი ფაქტობრივად ეხლა ეს სხვათა შორის მე ვამაყობ იმით რომ მე ვთქვი რომ ააკრძალეთ ეს Facebook ჩარტვაში მქონდა ნოემბერში რომ ააკრძალეთ ეს ნიღაბი მეთქი და ძალიან მალე მიიღო საქართველოს მე არ ვიცი ახლა ეს პირდაპირ ჩემი დირექტივა იყო თუ რა იყო და მე მომისმინეს თუ რაღაცა მაგრამ ასე კი მოხდა და კარგია რომ ტრამპმაც მიიღო ახლა ტრამპის წინამდე რატო არ გამოდიან რომ ისაო რა ქვია ნიღბები აკრძალაო და ტრამპიო ის არისო რა ქვია ფაშისტიაო თუ ვინ არის თუ დიქტატორია თუ არჩევნები გააყალბა ესენი ახლა ემზადებიან აშკარა უკვე ამას წყალი არ გაუვა ადგილობრივი არჩევნებიც უნდათ რომ გამოაცხადონ არალეგიტიმურად ახლა ესე შეხედეთ რა ასაკეთებენ ახლა ამათ ფლანგები გაიყო ფლანგები აი ეს LGBT მამუკა და კონჩიტა გვახარია თუ გახარია მართლა გვახარიაა ეგა კონჩიტა გახარია აცხადებენ რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთო აქეთ ნიკუტუ გვარამია იქით ჭუჭუ ვაშაძე და აი ესენი ეს ნაცები ყველა ნაცი არ არის ეგა აბსოლუტურად ესენი იძახიან რომ ჩვენ არ მივიღებთო მონაწილეობას არჩევნებში საბოლოო ჯამში შედეგი მაინც ერთი იქნება მიიღებენ თუ არ მიიღებენ ნაწილი მიიღებს ნაწილი არ მიიღებს ერთის და მეორეც იტყვის რომ არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარდა და საბოლოოდ ისინი მაინც შეერთდებიან ეს არის მე არ ერთგზის მithქვამს რომ ეს არის ერთი ნაგავი ეს არის აგენტურა უცხოეთის მიერ მართული დაფინანსებული მოღორებული და დაშანტაჟებული რასაც ეთქვიან გააკეთებენ იმას აბსოლუტურად მართული ესე იგი საბოტაჟნიკები ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას მე კიდევ ერთხელ ვთხოვ რომ კი ბატონო ხა ხელისუფლების პოზიციები ძალიან ძლიერია მაგაზე ორი აზრი არ არსებობს ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან ამ გარეწრებმა და აი ამ სამშობლოს მოღალატეებმა მაგრამ ძალიან გამაღიზიანებელია როცა ისეთი დამნაშავე და რეჟიმის ჯალათი როგორიც არის მურთუზ ზოდელავა ის დღეს არის გარეთ და მოკლედ აი ამ ელტონ ჭონიას და LGBT მამუკას TV პირველიდან ნოტაციებს გვიკითხავს დაიჭირეთ ეს ნაგავი და შეაგდეთ სააკაშვილთან და ჩააჭვინეთ ერთად ლოგინში ეგენი და გამონახავენ საერთო ენას დიდი მადლობა ბატონო დიტო ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ისტორიკოს პუბლიცისტი ბატონი დიტო ჩუბინძე და დიახ ერთ რამე უნდა ითქვას რა ეხლა ჩვენ საუბრობდით ამ თემებზე და დასავლეთმა მეგობრებო აი 30 წელია საქართველოს მოუტანა უბედურება, დაანგრევას, განადგურება და ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, აი თვალნათლივ. ეს არის დასავლეთის შემოქმედება. ესე იგი, ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ და რუსები დავპირისპირებულიყავით. 92 წლიდან მათი პროექტი იყო ეს დაპირისპირება. მათი პროექტი იყო ის ომი, მათი პროექტი იყო აფხაზეთი. ყველაფერი გააკეთეს საქართველოს დასანგრევად, რომ საქართველოში განწყობილება ყოფილიყო ანტირუსული. ანტირუსული განწყობილების შესაქმნელად იბრძვის და იღწვის დასავლეთი უკვე საქართველოში. და ეს გრძელდება ეხლაც. დააკვირდით ეს ნაძირალა, ეს პიდარასტი ახალგაზრდობის ნაწილი. რის შეჭრა? აბა თურქეთზე თქვით, თქვენ იდიოტებო რაღაცა. მეზობლებზე თქვით, რომლებსაც ტერიტორია აქვს წაღებული. არა, თუ კი შენი იძახი და გული შეგტკივა შენი ქვეყნისათვის, თურქეთზე რატო ხმას არ იღებ, შენ აძირალა შენა. სხვა მეზობლებზე რატო არ იძახით? იმიტომ რომ ფულს იღებ თქვენ ამაში, თქვენ არაკაცებო. და დღეს ჩვენ რო ყავდეს ლავრენტი ბერიას მსგავსი ხელისუფალი ადგილზევე დაიხურიტებოდით თქვენ. იმიტომ რომ თქვენ ხართ წრები ჩვენი ქვეყნის. ვითომ ხო რუსეთის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამ, რეალურად ფული გალაპარაკებთ. რამდენი რუსეთს აგინებთ, იმდენი ჩვენი ტერიტორია მცირდება. და ამას არ უჩანს დასასრული.
დღეს დასავლეთი მხოლოდ და მხოლოდ ერთით არის დაინტერესებული. ანტირუსული თემის გაღვივება. ტუსკმა იმიტომ გააკეთა განცხადება, რომ ევროპელებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ჩვენ კი ვაკრიტიკებთ ბევრს ხელისუფლებას, მეც ვაკრიტიკებ, ხელისუფლებამ არ დაუშვა საქართველოში, რომ საქართველოდან გახსნილიყო მეორე ფრონტი. საქართველო ჩართულიყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ დიდ ზარალს განვიცდით, მაგრამ რუსებისთვისაც პრობლემა იქნებოდა აქედან მეორე ფრონტის გახსნა. და გეტყვით რატო? ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ რა რისი აქ ჩვენ კი არ ვიბრძოლებდით, კაცო. ქართველებზე აქ არ იყო. აქ შემორეკავდნენ ესენი ნაიომნიკებს, საქართველო იქნებოდა ავღანეთი და აქ გაუვალი იქნებოდა ყველაფერი, საქართველო იავარქმნილი იქნებოდა. ეს იქნებოდა. სხვათა შორის, აი მარგარიტა სიმონიანი ჩავიდა სოხუმში და თქვა: თქვენო მადლობა, თქვენო იცოდეთო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაც გააკეთაო, ეს იყო სწორიო და მათ რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი გაეხსნათო, ეს იქნებოდა ჩვენთვის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ რუსეთმა რამდენ ფრონტზე უნდა იბრძოლოს, გეკითხებით. რუსეთს ეხლა ნამდვილად არ ულხინს. და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას მართლა სწორი და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა. და ამიტომ იჟება დღეს ხელისუფლება ამ ნაბიჯის გამო. თუმცა ჩვენ მეც მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ რუსეთთან აიწყოს აქტიური დიალოგი. აქტიური დიალოგი, მით უმეტეს უკვე უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზეა საუბარი. ამდენი ხალხს რომ გამორეკავენ იმ ევროპიდან იმ ხალხს, დასაქმება ხო ჭირდება. და უნდა გაიხსნას ბაზარი რუსეთისკენ. და უნდა გაიხსნას ასევე საწარმოები ჩვენთან. დასავლეთთან ჩვენ არანაირი სარგებელი არ მიგვიღია, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ექსპორტი დასავლეთში იყო ცოცხალი ძალა ქართველებისა, იაფი მუშახელი. რა გავიტანეთ, რა პროდუქცია გავიტანეთ, ერთი ღვინო, რამდენიმე ბოთლი, ეგ იყო და ეგ. ამიტომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი. რასაც ჩვენ ვამბობდით, აი ეს რა ვიცი 20 წელია ვლაპარაკობ მე. ეხლა ბევრი კი დაიწყებს ამაზე ლაპარაკს და იმას ამოიყვანენ პედესტალზე, მაგრამ ჯანდაბას ილაპარაკებ, თავარია ჩვენ საქმე გაკეთდეს და გვირგვინს არავინ არ ითხოვს. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ბატონი დავით ზირაქიშვილი, სამართლის ექსპერტი, ადვოკატი, მოგესალმებით ბატონო დავით. აი ხა ჩვენ რაღაც გარკვეული ექსკურსი გავაკეთეთ და აი გუშინ ტუსკის განცხადება, ეს არის განგაშის ზარი. ევროპა ფაქტობრივად ემზადება უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა. ეხლა ეს არის აი ბოლო ის რო გექნება ის იმაში, რა ქვია, იარაღში ეს ვაზნა. აი ეს ბოლო ვაზნა მაგათვის. ამით უნდათ ხალხის გამოყვანა ქუჩაში, იმიტომ რომ ეს ისეთი სენსიტიური თემა, ამაზე მართლაც შეიძლება იყოს პროტესტი, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა მიდიოდა უვიზოთ, მოგზაურობდა, მუშაობდა და ეხლა ეს რო შეეზღუდებათ, რა თქმა უნდა პროტესტი იქნება. არავინ არ თქვას რომ არ იქნება პროტესტი. პროტესტი იქნება. მაგრამ ხელისუფლება ამას უნდა დაუპირისპირდეს ძალიან ბრძნულად, ძალიან სკრუპულოზურად და ძალიან დაფიქრებულად უნდა გადადგას ნაბიჯები. აი რას ფიქრობთ თქვენ? რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ კუთხით? მივესალმები ტელემოყურებლებს. ღონისძიება აუცილებლად არის გასატარებელი და მოსამზადებელია და პირველი ღონისძიება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. თუ არ იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღდგენილი, გაუჭირდება სახელმწიფოს. არ შეიძლება ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების იმედად საქართველოს თავისი შიდა პოლიტიკური ურთიერთობები მოაწესრიგოს რუსეთის ჩარევის გარეშე. არ გამოვა. დასავლეთი ყოველთვის ცდილობს დღევანდელი ხელისუფლების შეცვლას. უკვე 4 მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ეხლა როდესაც უკვე გამოცხადა ამ ვიზების გაუქმება, შეზღუდვა, ეს სერიოზული განაცხადია. ძალიან სერიოზული განაცხადია და ამას მთელი ევროპა მხარს დაუჭერს. არ იფიქროთ ახლა ვინმემ, რომ ეს პოლონეთმა თავისი ინიციატივით გამოაცხადა. 20 წელი წინ, 20 წლის 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 წ
პოლონეთში ძალიან სერიოზული ძალაა ქართველი ემიგრანტების და ძალიან ბევრი არის იქ სამუშაოთი დაკავებული. ამიტომ მათი იქიდან დეპორტაცია აუცილებლად გამოიწვევს ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას. ესე იგი, შეგნებულად მიყავს დასავლეთს ქვეყანა იმისთვისკენ, რომ მოსახლეობამ საკუთარი ძალებით და რა თქმა უნდა მათი ფინანსური მხარდაჭერით მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება და ქართული ოცნება ჩამოაცილონ ხელისუფლებას. ეხლა თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ამის გასაკეთებლად, ამას დეტალურად არ აღწერ, მაგრამ ის რაც მოხდა საკადრო ცვლილებები, ყველაფერი იქეთ მიუთითებს, რომ ქვეყანა ემზადება სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ქვეყანა ემზადება სახელმწიფო გადატრიალებისკენ და ეს გარდაუვალი პროცესია. ისეთი მძლავრი შეტევები, რაც ახლა რუსეთში განხორციელდა ამერიკისა და ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან აი ეს დაბომბები, სტრატეგიული ობიექტების დაბომბები, ტერორისტული აქტები, სარკინიზო შემადგენლობების რელსების აფეთქება, ხიდების აფეთქება, ეს უკვე კულმინაციას მიაღწია დასავლეთის აი ამ ომში უშუალო მონაწილეობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება ქვეყანაში მოხსნილი არ არის. აქამდე თუ ასე ვთქვათ, შეფარით ხდებოდა რუსეთთან დაპირისპირება, ამჟამად უკვე ღიად წავიდა დაპირისპირება და უკვე საუბარი არის შორს სროლელი რაკეტების მიწოდება და გამოყენება. ეს ბატონო დავით, მე გეთანხმები თქვენ აბსოლუტურად, მაგრამ აქ უყურეთ რა ხდება. ეხლა ჩვენ აი აქ მოსახლეობის განწყობებზე მუშაობენ ეს დასავლური მედია საშუალებები და ეხლა უყურეთ მოწამლეს ამათმა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ხალხზე ვიმუშაოთ, რომ ანტირუსული განწყობა შეიქმნას რუსეთისადმი პოზიტიური განწყობით. ამას ესე იოლად ჩვენ ვერ მივახცევთ. მე გუშინავ საუბრობდი. ზვიად გამსახურდია, იმიტომ ვერ გადადგა ნაბიჯი SNG-ში შესვლასთან დაკავშირებით, რომ ზევალი იყო ის იმ სიტუაციის, რაც იყო შექმნილი. ზვიად გამსახურდია, ელცინი ჩამოიყვანა, ყაზბეგში ყავდა რუსის ჯარს ეუნებოდა, მე თქვენ უნდა გაგაწვრთნებინოთო ჩვენი ჯარიო და მაშინ გამოდიოდა ჭანტურია ძირს მისიო გამსახურდია იანაევის ისაო ალიანსი ვარ გახსოვთ ეგეთი ის არჩევნების წინ საერთოდ ყოველთვის ხდებოდა რაღაცა ისა, მაგრამ პრეზიდენტობის პერიოდში შეიცვალა რიტორიკა. ეხლა იქ მაშინ სხვაზე იყო. თვითონ რუსეთში იყო ანტირუსული განწყობები, თვითონ რესპუბლიკებში. ჩვენ მაგრამ აქ უყურეთ რა ხდება ეხლა. ეხლაც ხელისუფლება, როგორც მაშინ 90-იანებში, არის მძევალი ანტირუსული განწყობების. რა თქმა უნდა. ხელისუფლებას ეხლა უნდა რუსეთთან ურთიერთობა ვერ მიდის, იმიტომ რომ ეშინი ამ საზოგადოებას. თქვენ დალოცვილებო, თქვენა. ბიჭო, ამ სამთავრობო არხებზე რომ ესე იგი ზელენსკის მიმართვებით და მთავრობის ისინი რომ არის, რა ქვია, გეგონება ეს ზელენსკის მთავრობა ჩვენი ხელისუფლება იყოს. იმის რიტორიკა რო ისმის. ის რო ისმის, რომ მხოლოდ ცუდი გაუკეთა რუსეთმა საქართველოს და კაი არაფერი არ გაუკეთება. ამას ხო ისმეს მომავალი თაობა, ხო? ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ტელევიზიის გარდა რომელი აშუქებს რუსეთთან ურთიერთობას? არც ერთი არ აშუქებს. ამაშია საქმე, ამაშია საქმე. მე ხა პატივს ემყოს სხვა ტელევიზიებშიც ეხლა არ არის სიმართლე რო გითხრა რუსეთის მიმართ სრული განწყობილებები. ეხლა მე მაგალითად ალტინფოში ნამდვილად არის მის ანტირუსული განწყობილებები, პირიქით პოზიტიურია სოლიდარობაში მაგალითად ეხა ინტერნეტ ტელევიზიად გადაკეთდა ტელევიზია, რომელიც იყო ინტერნეტ ტელევიზია და იქაც არის მის ანტირუსული. დანარჩენი მე ვერავის ვერ ხედავს იმათ. ხო და საქმე ამაშია. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი დარტყმა. აი ხა გუში სავამ სიუჟეტი გააკეთა ჩვენზე მთელი სამთავრობო მედიებმაც და არასამთავრობო მედიებმაც დაგვარტყეს იმის გამო, რომ ერთადერთი ტელევიზია ვართ რუსულენოვანი გადაცემა მიდის. მარკ რევკინის მერე პირველად აჟღერდა საქართველოში რუსულენოვანი გადაცემა, რომელიც მიმართულია აფხაზების და ოსების მიმართ და ჩვენი ეთნიკური ქართველების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში. და ჩვენ ვაკეთებთ ამას, მაგრამ ჩვენ გვზღუდავთ. დღეს უნდა ჩვენ საზოგადოებას უთხრათ, ხალხო,
რომ საქართველოს გადარჩენა თუ არის რაღაცნაირად თუ უნდა გავაკეთოთ და შევძროთ ეს ყველაფერი რუსეთის გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ. საზოგადოება უნდა მოამზადოთ. საზოგადოება უნდა მოამზადოს. მაგრამ ამას ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს. ხელისუფლებამ უნდა მოამზადოს საზოგადოება. ხელისუფლება უნდა ეწეოდეს ამის პროპაგანდას და როცა შენ უარს აცხადებ, კიდევ გავიმეორე 9 მაისს მოსკოვში ჩასვლაზე ახლა რა პროპაგანდაზე საუბარი. თქვენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ახსენეთ და ზვიად გამსახურდიას რა არაპატიეს. პუტჩის ასე თქვათ მხარდაჭერა. ეს არაპატიეს. და მაგიტომ გაიქცა კიტოვანი რკონში და იქიდან დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება ქვეყანაში. ანალოგიური მეორდება. ამოიღეს დაწყევლილი 78 მუხლი კონსტიტუციიდან, ან გამოაცხადე შეჩერება თუ ქორუმი არ გაძლევს მაგის საშუალებას. გამოდი და თქვით, რომ ამას ვაჩერებთ. ამ მუხლის მოქმედებას, როგორც გამოვიდნენ ნოემბერში და თქვენს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის დიალოგს ვაჩერებთო, გამოდი და თქვით, რომ ხალხმა თქვას, რომ ეს ხალხი მართლა ფიქრობს ქვეყანაზე. ხალხო, ნატო გახდა აგრესიული. მანამდეც აგრესიული იყო, ახლა რომელი ერთი ჩამოტვალო, თუნდაც მარტო იუგოსლავიის მაგალითი რა არის, როდესაც სააღდგომოდ ატომური ბირთვებით ბომბავდნენ, ასე თქვათ ჭუჭყიანი ბომბებით, ბირთვული ბომბებით, კაცო, კიბოთი და იმით დღესაც მოდის ეს დაავადებები იუგოსლავიაში, ლიბია, სადამ ჰუსეინი, რა ვიცი. ბატონო, აი მე ბიზნესაც დიდი ფაქტორი. ეხლა განვაცხადე მე, რამდენჯერ თქვა აღარც მინდა უკვე, აი ბოდიში და აღარც მინდა ამაზე ლაპარაკი. აი ხა თქვენ ამდენი ხანია ხო ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა საბჭოთა კავშირის დროსაც ერთი წიგნი არ არსებობს და ერთი ფილმი არ არსებობს სადაც მთლიანად შევა რა როლი დადებითი როლი ითამაშა რუსეთმა საქართველოს ისტორიაში არ არსებობს ეგეთი შეიძლება იყოს რაღაცა ცალკეული ფრაგმენტი შეიძლება იყოს რაღაცა ეკონომიკაში ამადა ამ წელს კულტურაში მაგრამ მთლიანად აი შეკრული არ არსებობს და თქვი რომ მინდა ხალხო ამის გაკეთება მეთქი. ჩვენი რესურსით ამას ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ ამას უნდა გენაცვალე, ამას ორი კაცი კი არ ეყოფა, ამას ჭირდება ტიტანური შრომა. კაცი შვილი არ შეგხმიანებია და არ დაუჭერია. ვინ უნდა შეგეხმიანოს? ეხლა ჩვენ გავაკეთეთ 20 ფილმი ვასილ მჟავანაძეზე, რომელიც ასევე ფაქტობრივად რუსეთის როლზე არის, იმიტომ რომ რუსეთი როგორ გვერდში ედგა, მაშინ აქაც ეგ ლაიტმოტივად ადგენს. მჟავანაძე ვერაფერს ვერ იზამდა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებიდან რომ არ ყოფილიყო ხარდაჭერა. აი რამ ერთი ბიჭო რესტორანში რო არ შევიდეს იქ რუსეთში ბიზნესმენი ხო და ყბაში არ გაუქნიოს ისა ხიზილალა იმ ერთი იმითი რა ქვია რესტორნის ფულით ორ ფილმს გადავიღებდით მაგალითად მაგრამ ღორები არიან ღორები ამათმა თუ არ ჩასკდნენ იქა შეხედეთ ამერიკაში რა ასაკეთებენ ნაცებს ურიცხავენ ფულს რუსეთში ვერ ხვდება ზოგიერთი იმას რომ თუ კი აქ საბოლოოდ გაწყდა ყველა ძაფი რუსეთთან კინცის ყრით გამოყრიან მაქიდან. თქვენ ხო არ გონიათ დაქტოვებენ მანდა? თქვენ ხო არ გონიათ ეს? თვითონ არაფრის თავი არ აქვს ზოგიერთს და არც დახმა, მაგრამ ყველაზე არ ვიძახი, არის ნორმალური ხალხი, ყველაზე არ ვიძახი, მაგრამ არ აქვს სამოქალაქო შეგნება არ აქვს რა. ბიჭო, გადადებული გვაქვს თავი რა. გადადებული რასაც ქვია დღეს საქართველოში არის ანტირუსული ანტირუსული განწყობები და ჩვენ ერთადერთი ტელევიზია ვართ პირდაპირ ვეუბნებით რომ არ გვეშინია თქვენი ჩვენ მაინც ვაკეთებთ ამას არავინ არ გვეხმარება ბატონი გიორგი კანდელაკმა დაგვითმო ჩვენ აი ეს უნიკალური სტუდია მისი ხელმძღვანელობით კეთდება ეს ყველაფერი აი ეს ერის კაცი ნამდვილი რა ამ ერის კაცმა შეძლო ის რომ სიმართლეს ეუნება საზოგადოებას სიმართლეს ვლაპარაკობ ტელევიზიის მეშვეობით ბატონი გიორგის ხელმძღვანელობით ყოველთვის რომ სწორ პოზიციას იკავებს ნებისმიერ ეტაპზე საქართველოს ისტორიის სააკაშვილის დროს სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდა და ეხლა კიდე ყოველთვის ხელისუფლების გვერდით დგას და მაინც არავინ არ არის მაგის დაფასებელი კიდე მისი შრომის მისი გარჯის და უამრავი თაობები გადაარჩინა კიდე უბედურ სენს და კრივი აღორძინა საქართველოში ეს არის უნიკალური ადამიანი, პროფესიონალი, მამულიშვილი, პატრიოტი, ქვეყნის მოჭირნახულე კაცი. ვინ არავინ არ არის გიორგი კანდელაკისნაირი მსგავსი პიროვნებები. არ არის. ხდებით?
ხვდები ბატონო ნიკოლოზ ეს და ჩვენ გვებწვია კი დაგვიდექით ხალხო გვერდში დაგვიდექით რაღაცა გავაკეთოთ გავერთიანდეთ რაღაცა ვქნა ერთმანეთის ტრობა შუღლი რა ვიცი მე რა უბედურება მილიონებს აკეთებს ხალხი რუსეთში და აი ამ რუსულ-ქართულ თემაში არ უნდა არაფრის ხარდაჭერა გესმით თქვენ ვის უნდა მოთხოვ პასუხი მე არც ბიზნესი მაქვს არც რუბლებს ვიღებ იმიდან რუსეთიდან და არანაირი ხარდაჭერა მე არ მაქვს ამ რუსეთიდან რა და ესენი ვინ არიან არ ვიცი რა მარტო ხელისუფლებას ნუ დავადანაშაულებ ჩვენ მაგ ამბავში ხელისუფლება უნდა შექმნას ფონი ეგ ფონი მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ბიზნესმაც ყველაფერმა ყველამ უნდა ერთმანეთ დავირაზმოთ აქ ამის ორგანიზატორი ხელისუფლება ხალხი აღარ დარჩა ქვეყანაში და თვითმობილიზაციაც აღარ გამოდის ყველა გაიქცა ყველა გასულია 2020 წლიდან ქვეყნიდან გასულია 450,000 კაცი. ეს არის ის საზოგადოების ის ნაწილი, ვინც შრომის უნარიანია და ვისაც საქმის კეთება და რაღაცის შექმნა შეუძლია. აი ეს ხალხი გასულია, გაქცეულია. ამიტომ საჭიროა ხელისუფლება მოტრიალდეს ხალხის მობილიზაცია, ესე ზეპირად და ესე საქმის გარეშე არ გამოვა ხალხო. არადა ძალიან დაიძაფა, ძალიან გართულდა მსოფლიოში დაძაბულობა. ძალიან შეიძლება. აი თუნდაც ეს აფეთქებები, ეს ტერორისტული აქტები უკვე ძალიან ისეთი ძიმე ხასიათი მიიღო. ფაქტიურად მსოფლიო უახლოვდება, ეხლა გინდა შორს მსროლელი დაუძახე, გინდა ტაქტიკური დაუძახე, უკვე ქვეყანა მსოფლიო მიდის ატომური დაპირისპირებისაკენ. იმიტომ რუსეთმა თუ დაინახა რომ ეს ზეწოლა ძალიან უკვე ისეთია და თავისი ძალებით ვეღარ უმკლავდება, ის გამოიყენებს ატომურ იარაღს. და ამის განცხადება მრავალჯერ გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა. პუტინმა პირდაპირ თქვა, სადაც რუსეთი არ იქნება, მე ისეთი მსოფლიო სულ არ ამჭირდებაო და ჩვენ მოვყვებით ამ ასე ვთქვათ დარტყმის ქვეშ. იმიტომ რომ რუსეთი გაშლილია ნოვოსიბირსკში აშენებულია მეორე მოსკოვი. არა, ამათ რო უხარიათ კიდე რო იქ გადავა მთელი რუსეთის დარობა იქეთება აეროდრომი, არა, აეროდრომი დაიბომბა, ბიჭო. ნახე ევროპა ებრძვის და ნატო ამ რუსეთს, კაცო. და აგერ ეხა ჩვენ ნახეთ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ ისინი აპირებენ ამ ომში მერე უკრაინის მერე ჩართონ პოლონეთი. და უკვე მერე რო ამოიწურება პოლონეთის სოციალიძე და უკვე პოლონელების ჩართვას აპირებენ. აქ უკვე იცით რა შეასაქმე, ბევრი ვერ ხვდება. შენ უნდა დარდგე ამ ფაშისტების გვერდით, არ უნდა დადგე მართლმადიდებლობის გვერდით. სხვა არჩევანი არ არსებობს. არ არის სხვა არჩევანი. აბა ეხლა ვერ გავიგიღე, სხვა რა გზა უნდა ირჩიო. დღეს არის ასარჩევიც არა გვაქვს ხალხო ამ 25 წლის განმავლობაში რა მოგვიტანა ამ ევროკავშირმა, აი გითხარით ერთი რა მოგვიტანა 25 წლის განმავლობაში ევროკავშირმა. აი ხელშესახები ქვეყნისთვის, რომელი საწარმო აგვიშენეს ლუგარის ლაბორატორიას თუ არ ჩავთვლით, რომელი პორტი აგვიშენეს, რომელი სარკინიგზო ხაზები აგვიშენეს, აი რა გაგვიკეთეს. ფაბრიკა ქარხნებზე საუბარი ზედმეტია. დაგვინგრიეს, დაგვიშალეს მთელ ახლო აღმოსავლეთში საქართველოსთან გაზიდული ჩარხდანადგარები მუშაობს. სოფლის მეურნეობა მოგვიწეს, გაგვინადგურეს, რა გადის აქედან ექსპორტზე ევროკავშირში, 3 ბოთლი ღვინო ეგუშველის ქვეყანას გაგვანადგურა. ეკონომიკურად, გაგვხსნა მორალურად, მოგვისპო განათლების სისტემა. საგანმანათლებლო სისტემა მოგვისპო. ეკლესიას გვისპობს, აღარ ამასთანავე გამოვიდა მამაო და თქვა პირდაპირ ჩემ მოკვლას გეგმავდნენო. მოწამლას გეგმავდნენო. აი ეს მოგვიტანა ევროკავშირმა, კიდე იქით მიდივართ ხალხო. ამაზეა საუბარი. არა, მე ერთი რამე მინდა ვთქვა რა, იცით, ჩვენ სამწუხაროდ არც ისტორია ვიცით წესიერად სამწუხაროდ, არც გვინდა ვიცოდეთ. თაობა გაგვიზარდეს საქართველოს კი არა, ევროპისა და დასავლეთის ინტერესების გამომხატველი თაობა. დღეს საერთოდ დასავლეთში ახალგაზრდის გაშვება არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ იწამლება ჩვენი თაობა. დღეს დასავლეთში ზდიან იმ თაობას, რომელიც გამოადგება დასავლეთს. და ვერ ისწავლა ამ ნათმა ზოგიერთება რა, ვერ ისწავლა ჭკუა რა. დღეს შვილი უნდა ძალიან გეზიზღებოდეს, რომ აი ამ ეტაპზე შენ გაუშვა შენი შვილი დასავლეთში სასწავლებლად რა.
იმიტომ რომ იქ მოწამლული თაობა მოდის იქიდან, მოწამლული. ესე იგი ანტირუსულად განწყობილი, მე გეკითხები თქვენ, ეს ანტირუსულად განწყობილება რას მოუტანს საქართველოს? და ასევე შენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კიდე. ეხა ამ რომელიმე ეროვნულ თემატიკაზე თუ გამოსულა ეს ახალგაზრდობა და ხმა თუ ამოუღია, გეკითხებით რა. სადმე რამეს ყოფილა ეგეთი პოზიცია, რომ ესენი ყოფილან გამოსულიყვნენ და რაღაცა პოზიცია დაეფიქსირებდნენ. ყოფილა ეგეთი თემა? სისტემა მოგვეცით Skype-ის საშუალება, მოგვეცით იმისი გართობის საშუალება. მხოლოდ ეს არის რა. იმ ევროკავშირის დავალებით იყო რომ არ ვიცი, მე გაკვირვებული ვარ, იცით რითი ბატონო დავით, რომ დღეს კიდე გრძელდება წამლა, ესე იგი ჩვენი ახალგაზრდები, კაცი შვილი ხმას არიღებს. ეს განათლების მინისტრი ვერ ჩამოვიყვანეთ უცხოეთში, რაც დაინიშნა ბუდაპეშტში, ბრიტანეთში, ამერიკაში, იმაში, ამ კაცი ვაგით თავის კაბინეტში არ შესულა რაც მინისტრია. მოიცა კიდევ იმეთი რელსებზე ვარ შემდგა. დღეს იმის მაგვირად რომ რეფორმა გაკეთდეს, უნივერსიტეტთან გამოყარო ეს ნაცები და ახალი ეს რეორგანიზაციები ჩატარდეს ბოლონიური სისტემიდან ვინც დგას ეს ახალგაზრდობა რომ რითი მოიწამლა ამ სისტემით მოიწამლა და ეს კაცი მიდი გულაობს გრიალებს მიდი მოვდივარ რა და არა ჩვენ ყველაზე მეტად დღეს ახალგაზრდობა გვეღუპება და კიდე არის შანსი გადარჩენებს მათი რა ვიცი უნდა გადავარჩინოთ ეს თაობა რა ეს ყველაფერი სახელმწიფოს ვალდებულებაა. აბა მე ხო არ ვიცი, სახელმწიფომ უნდა მიხედოს, სახელმწიფომ უნდა აღადგინოს ძველი საგანმანათლებლო სისტემა. ამ ბოლონიის პროცესზე უნდა თქვას უარი. ეს არის დამღუპელი. ეს ამან მოსპო განათლების სისტემა. დაანგრია, დაშალა. მე ამ ევროკავშირის დავალებით მიღებული კანონები თუნდაც ეს მარიხუანას ლეგალიზაცია, კაცო, დაწამლეს ხალხი, გააოხრეს, გააუბედურეს მომავალი თაობა, ახლა დაიწყეს შეზღუდვა და ახლა დაიწყეს აკრძალვა და ესეც უკვე არ ვიცი, რა შედეგს მოიტანს და ეს ახალგაზრდება თრად აგრესიული გახდება. ეხლა იმას კი არ ვიცახი, რომ უნდა დარჩეს ისე როგორც არის, მაგრამ იქ ცოტა პასუხისმგებლობა მოხმარებლებს და ცოტა უნდა ლოიალური იყოს ამ საწყის ეტაპზე, ვიდრე ეს საგანმანათლებლო სისტემა და საერთოდ სოციალური საკითხები არ მოექცევა მორალურ ჩარჩოებში, ვიდრე ეს ამორალური სიტუაცია, ამის გამკაცრება კიდევ ხელისუფლებასთან დააპირისპირებს საზოგადოების ნაწილს, აი თუნდაც ის გირჩი. ხო, აგერ არის სახეზე მაგალითი. ბარიერი გადალახა გირჩმა და ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელიც სუფთა ეროვნულ პლატფორმაზე იყვნენ, ისინი ბარიერს მიღმა დარჩნენ და არანაირად მათი ხელშეწყობა არ არის. გადასახედია ხალხურ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები ხელისუფლების მხრიდან გადასახედია ეს დროებითი სიწყნარია თქვენ რო თავი შვიდად გაქვთ და ვფიქრობთ რომ ხალხი გაჩერებულია და ხალხი ჩუმად არის და აი რასაც გვინდა იმას გავაკეთებ და ხალხი ამას მიიღებს არ მიიღებს ხალხი არ მიიღებს ის ხალხი დგას და იყურება ერთი რა იქნება არ იქნება რუსეთთან ურთიერთობა დალაგებული ეს საზოგადოება პირდაპირ დაგიპირისპირდება ის არჩევნებზე ხმა იმიტომ მოგცათ საზოგადოებამ რომ დაინახა დადებითი ნაბიჯები რუსეთისკენ გადადგმული და არჩევნების შემდეგ ისე უკვე შეიცვალა რიტორიკა და სახელმწიფო წრეებიდან უკვე აი რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯები იდგმება და ეს გამოთქმებიცა და უკვე იმ მაღალ ჩინოვნიკების მხრიდან ისმის ცოტა ბატონიკოს ისმის ცოტა ისეთი აი ხა ჩავიდა ეს სოფლის მეურნეობის რაღაც ღონისძიებაზე იყო მაკრონთან სურათით იწონებს თავს ეს მაკრონი არის რომ ჩვენ ხელისუფლებას და პრემიერს შეურაცხყოფას ახდენს რა სურათებს იმაშვები იღებს შვილო რა გინდა რა ვერ გავიგე რა გინა მაგით რო დაანახო ქვეყანას ებძვის ის მაკრონი და შენ რა სურათებს იღებ რა უბედურება ხო აი აქედან ვერ გამოვედი რა არის კიდე ეს ისა ბოდიში აი ეს უსაპროთ შეტენვა კიდე რა ვიღაცების მიმართ ეს რა უბედურება ვერ გაიგო იცით რა არის ადამიანებს რომლებსაც აქვთ ეს ევროპული რაღაცა გონიათ ევროპა და არავით არის სხვა ის გარგააჩნიათ მსოფლმხედველობა და გონიათ რომ ევროპა გადაარჩენს საქართველოს ეს ხალხი არის მოსაცილებელი რა
ეს ხალხია ეს ხალხი არის მენტალობით არაქართველი. ესეთი ქართული მენტალობის არ არის. ევროპაში ამათ ცნობიერება არ აქვს ქართული. არაცნობიერები არიან, ესენი არიან კიდევ ერთხელ რომლებსაც გრამი ქართული სისხლი არ გააჩნიათ რა. არ ვიცი მე რა. ესენი მომზადებულიები არიან ევროკავშირში. ამათ ტრენინგები აქვთ გავლილი ევროკავშირში. ესენი ითვლებიან მათ აგენტებად, ვიდრე ეს ხალხი ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს კარგი მომავალი არ უწერია და ეს ხალხი არის ის, ვინც ერთ დაწახებაზე შეტრიალდება ხელისუფლების წინააღმდეგ და მოხდება სახელმწიფო გადატრიალება. თვითონ ოფიციალური წყაროები პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ 4 მცდელობა მოვიგერიეთ, მაგრამ ქართული ანდაზა კოკა-წყალზე ტყდებაო და აი მე-5 და მე-6-ს თუ მოიგერიებთ, ეგ კიდე საკითხავია. ამისათვის საჭიროა ხალხის კონსოლიდაცია და აქედან უკვე კონსოლიდაციის შემდეგ უკვე რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. პატრონი არ აყავთ ამ ეტაპზე. პატრონი არ აყავთ, რასაც პატრონი ქვია, თორე ის მონათფლობელი თავზე რომელიც გაზეთ ევროკავშირისა და იმ ამერიკა დიდი ბრიტანეთის სახით. ისინი თქვენი მოკავშირეები არ არიან, ისინი თქვენი მონათფლობელები არიან და თქვენი ხელმძღვანელები არიან. თან რა ხალხი, კაცო, ეს ბრიტანეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი მაგას სახლი დაუწვეს. და რატო დაუწვეს სახლი და ვინ დაუწვეს სახლი? მაგის სახლი დაწვეს უკრაინელ ტოპ მოდელებმა და რატო დაუწვეს? ეს ტოპ მოდელები იყვნენ მაგის სექს პარტნიორები და დროულად თანხა არ გადაუხადა ამან, გადახდა ზივარი თქო და ამით იძიეს შური და აი ეს ხალხი პატრონობს. აი ეს ხალხი ამ გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის და აზროვნების ხალხი გვიდგენს ჩვენ ქართველებს 3000 წლიანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ქვეყანას გვიდგენს სტანდარტებს, ერთმანეთთან ურთიერთობის და ქვეყნის ასე ვთქვათ წინსვლის პროგრამებს, პროექტებს გვიდგენს, რომელიც ფაქტიურად ალენ დალესის დოქტრინის გაგრძელებაა. ჩვენ რო ვიძახით deep state არის ალენ დალესის დოქტრინა და იქიდან მოდის და წაიკითხეთ ეს დოქტრინა და რადევს შიგ. აი ამ იდეებზე აღზრდილი ჩინონიკები გვიწყეთ ხელისუფლებაში, აი იმ იდეებზე აღზრდილი ჩინონიკები დადიან საზღვარგარეთ ამ ხალხის მიერ გადახდილი თანხით იქ გულაობენ. და ჩამოდიან აქ და უარეს გვიკეთებენ. მოტრიალდით ხალხისკენ. აუს ხალხმა ყველაფერი. ეხა ერთი რამე არის რა. ხელისუფლებას ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენ ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ დღეს როცა აი ესეთი ანტირუსული განწყობებია ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ვერ გავა ფოლს, იმიტომ რომ დასავლეთი უპირისპირდება, ამერიკაში ტრამპმა ვერ აღმოფხვრა და ვერც აღმოფხრის იმ deep states. აი ესე იბრძოლებს, დამთავრდება საპრეზიდენტო თავისი ვადა, მოვა კიდე სულელი ვიღაცა ბაიდენისტერი, აირევა, აიჭრება კარტები აქა. მერე დაიწყებს ელჩი მითითებების მიცემას და როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ რომ აი მე ვამბობ რომ აი აზერბაიჯანი ხო ატარებს თავის პოლიტიკას და ხო გვეუბნებიან რომ აზერბაიჯანს თურქეთი უდგას. მერე შენს დაიყენე გვერდში ვიღაცა. რუსეთი. ვინ გეუბნება რომ არ უნდა დაიყენო მერე? ვინმე ამბობს? როგორ არა დაიყენეს აგერ თურქეთი. თურქეთი უდგასო და შენ თურქეთი ვერასდროს ვერ დაგიდგება გვერდში, იმიტომ რომ თურქეთი თავისი ეროვნული ინტერესია. ჩვენი პარტნიორი თურქეთი როგორც ასეთი ვერ იქნება. შეიძლება იყოს გარკვეულწილად ჩვენი რაღაცა მეზობლური დამოკიდებულება, კეთილმეზობლური კონდეს, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსი ვერ იქნება. ფარი ვერ იქნება თურქეთი. რანაირად იქნება კაცო? დაწებელია და იმიტომ. თურქეთის პრემიერ-მინისტრი მესხეთს მიტირის და ცრემლები მოზდის თვალზე და ლექსებს უძღვნის. და ეგ შენი მოკავშირე იქნება, კაცო, შენ ამას სიკეთეს გაგიკეთებს, აღარ მოახდინეს აჭარის ექსპანსია რელიგიური თვალსაზრისი და აქაც კიდევ რა ხდება. საქართველოს მოკავშირე, გინდა სულიერი, გინდა მორალური, გინდა პოლიტიკური, რუსეთის გარდა არავინ არ ყოლია ბიზანტიის შემდეგ. და იქ ბიზანტიასთანაც სულ გაუგებრობა და სულ ბრძოლა ქონდა, აღარ აიღე დიდოსტატის მარჯვენა და გადახედეთ. ეს ხო ფაქტიურად მატიანია საქართველოს. რუსეთის უკეთესი ჩვენ არ ყოლია. როგორც ალექსანდრე ბატონიშვილი გაიქცა 1801 წლის შემდეგ
სპარსეთში და იქიდან შემოუძღვა ჯარს და იქიდან მოინდომა რუსეთის გაყრა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. რითაც დამთავრდა ძალიან კარგად ვიცით. იქიდან შემოვიდა ჯარი. ან თურქეთი ძლივს გაყარეს, ისიც რუსეთის ჯარი დაეხმარა მაშინ, როცა გადიოდა აქედან დროებითი მთავრობა გვინიტაძე და მაზნიაშვილი რო ხელმძღვანელობდნენ. რუსეთის ჯარი იყო ქართულ ფორმაში გადაცმული. რატო ამას არ იძახეთ? აჭარა რო დაატოვებინეს, ბათუმი რო დავიტოვეთ. არ შეიძლება ესე გაცო. შენტერს ნამდვილი მტერი ვინც არის, იმას მოკავშირედ თვლიდა და ვისაც დღესდღეობით პურს ჭამ, იმის საწავსი ხმარ, ელექტროენერგია, გაზი, ეს დაიაფებული როა ტარიფები. გაიხედეთ ერთი რა ტარიფებია ევროპაში. ჩვენ ხარ ვაწარმოებთ ამ საწავს, ჩვენ ხარ ვაწარმოებთ ამ გაზს. არა გვაქვს ჩვენი. და ის რაღაცა რაც მიზერი მოიპოვება ნავთობი ისიც საზღვარგარეთ გადის. შემოდის ეს ყველაფერი რუსული. არა, მე ერთი რამე მიკვირს რა. ყველაზე უფრო ცუდი იცი რა არის, რომ ახალგაზრდობა გასაგებია, მაგრამ აი ასაკოვანი ადამიანები რო ცოტა ისე ინერტულები არიან, მეცნიერები, პროფესორები, ისტორიკოსები ხმას რო არიღებენ ამ სიტუაციაზე, რაც არის შექმნილი. თან მთელი ცხოვრება რო საბჭოთა ეპოქაში აქვთ მიღებული ეს ყველაფერი, თავის პრივილეგიები. თქვენ და ლოცვილებო, ვალდებულები ვართ მარტო მე და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ვილაპარაკოთ ამის შესახებ, რომ რა არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს, კაცო. რა არის რა ვერ ხვდები ასეთი გულგრილობა ყველაზე მეტი დანაშაულია. გულგრილი ადამიანი ყველაზე მეტი დამნაშავე არის. და ეს ხალხი გულგრილია, თითქოს აი ელოდება რა, სადაც გადაირწევა, ის არის იქნება მთელი ცხოვრება. ესე აი კონფორმისტი ადამიანები. აი მაგალითად ხა ნანი ბრეგვაძე და ისინი, კაი ხა იმათ ყო არ მოეკითხება ასაკში არიან, მაგრამ აი ეს მეცნიერები, რა ვიცი, ისტორიკოსები, რომლებსაც სიტყვა ეთქმით, ხომ უნდა გამოვიდნენ და ილაპარაკონ. ამის მობილიზაცია ისევ და ისევ. გავიგეს ხელისუფლება, მაგრამ ბიჭო ხელისუფლება, კაი თქვათ არ აკეთებს, ხო? შენ ხო უნდა ამოიღო ხმა რა. შენ ხო აი ერთი წამი ჩვენ ხო ეხა ხელისუფლება არ გვეუბნება, მოდი და ილაპარაკეთო ამ რუსეთ-ქართულ თემატიკაზე. ხო არ გვეუბნება ამას არა? არ გვეუბნება. ხო და ხო ვლაპარაკობთ. შედალოცვილო, შენ თუ საქმეზე და ქვეყანაზე შეგტყივა გული გაანები, გამოდი რა თქვი რა. მე რო ამ თემაზე საუბრობდი, ძმაო, სამი ბინა დამაკარგინეს. ხო გასაგებია, მაგრამ ეხა ისეთი დრო არის, ამათ ბინებს არ დააკარგვინებენ, ეხა ის სააკაშო. რა იცი რომ არ დააკარგვინებენ. ნუ ახლა ამ ეტაპზე მაინც არ არის ეს რა ქვია, ამის საშიშროება რა. ერთი ეხა იმ ამაზე უნდა დაფიქრდეს ეს ხალხი რა, დაფიქრება. სახელმწიფო უნდა მისცეს მაგალითი, ახლა ყველას არ შეუძლია რაღაცნაირად საზოგადოების ფართო მასების საწინააღმდეგო პოზიცია დაიჭიროს. ახლა ყველას ვერ მოსთხოვ ამას. მით უმეტეს დღეს ისეთი დროა, რომ აღარ ნებისმიერი სიტყვის გამოთქმა და თავისუფალი აზრის გამოხატვა უკვე დანაშაულად ითვლება. ამიტომ სახელმწიფო უნდა შექმნას კლიმატი, თვითონ აჩვენოს მაგალითი, ჩავიდეს ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკი რუსეთში და ანა ვინმე უარყოფს ბატონო და პირიქით მეც მთელი წლებია ხელისუფლებას მეც კი არ უკიჟინებ. ეს ჩვენ ვიცით და გიდასტურებთ, ეგრეა, აბარა სხვანაირად ხო არ უნდა იყოს, მაგრამ ბიჭო ამ საზოგადოებასაც მოუწოდებ მე ანუ მეცნიერებს, ისტორიკოსებს, რომ გამოდით ხალხო და თქვით, იმ დღეს ერთი მამაო ძალიან კარგი აი სულში ჩამწდომი ის გამოაქვეყნა თავისი სტატია მამა ორველაშვილი არის გვარად ესეთი მამაო არის და შედარება გააკეთა თურქეთ-რუსეთის როლის რა. აი ძალიან კარგი და ყველა მაიტაცა. ბიჭო თქვენც გამოდით რა. მით უმეტეს აგერ ამდენი ის რო შემოვიდა უცხოელები საქართველოში. მე ვერ გავიგე თქვენ ეს ეკლესია მონასტრები ქრისტიანებისთვის გინდათ ხო? და საქართველოს თუ დაიცლება, მრევლიც ხო არ გეყოლებათ. გამოდით და თქვით რომ საქართველოს გადარჩენის გზა არის რუსეთთან ურთიერთობაზე. ეკლესიამ უნდა თქვას პირველ რიგში ამაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ იქაც შიგნით რაღაცა არის რაღაც ჩანერგვის პროცესები და არ მინდა ეხა მაგაზე ლაპარაკი. საერთო ეროვნული პრობლემა გვაქვს, ხო? ხო, ნუ ყველგან ჩანერგეს ამათმა თავიანთი ხალხი სამწუხაროდ, მაგრამ არიან ძალიან კარგი მამაოები, ძალიან კარგი, ეხა მაგალითად ეხა სიტყვაზე ეს არის რამდენიმე ადამიანი გამოდიან კომენტარებს აკეთებენ ისეც, რა ვიცი, ეთფები ყალზე დაგედგება რა. არ ვიცი, საშინელებაა რა.
გაუგებარია ეს ყველაფერი. აჭარაში რატო უნდა ისმოდეს რაღაც განსხვავებული პოზიცია? აჭარა დაგიბრუნა რუსეთმა. და პირიქით რუსეთს აგინებდე გაუგებარია რა, აჭარაში. რომელიც დაიბრუნე დევსორეთ რუსეთის მეშვეობით, ხო? აი ესეთი რაღაცეები უნდა შეიცვალოს მე მგონი. და მე ამ საზოგადოებას მოუწოდებ, რომ რაღაცა გააქტიურებისკენ, კონსოლიდაციისკენ და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისკენ უნდა გატარდეს მე მგონი ღონისძიებები, ხო? ესეა ბატონო ნიკოლეს მაგიტომ აყავს ხელისუფლება არჩეული რომ ერის ჭირვარამის განზიარებელი და ამ პროცესების წარმართველი უნდა იყოს. ეხლა მე და თქვენ ერთი მერცხალივით ვერც გაზაფხულს მოვიყვანთ და ვერც ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. უნდა გადადგას ნაბიჯი რუსეთისკენ, უნდა მოხდეს სამთავრობო დონეზე შეხვედრის დაგეგმა, თუნდაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეიძლება იყოს ინგუშეთის რესპუბლიკა, იქ შეიძლება შეხვედრის ორგანიზება, ამისთვის ინგუში ძმები მზად არიან, დაგვეხმარნენ, გვერდით დაგვიდგნენ, აიღონ თავის თავზე ამ შეხვედრის ორგანიზება და ეს ყინული უნდა გაალღვეს, არ გამოვა, ძალიან გაგვიჭირდება, ძალიან ძიმე სიტუაცია მთელ სოფლიოში, მე რამდენად ვიძახო. ძალიან ძიმე სიტუაცია. გვინდა არ გვინდა, თუ ხელისუფლება ვერ გაახსნევინეს მეორე ფრონტი, თვითონ გახსნიან, აქ პროვოკაციას მოაწყობენ, რომ ძალაუნებურად რუსეთს ჩაითრევენ ამ პროცესში. ჩაითრევენ აქ თვითონ ისეთ რაღაცას გააკეთებენ მაგენი. ისეთ ტერორისტულ აქტს მოაწყობენ. თუნდაც იმ აფხაზეთში და თუნდაც იმ სამარჩაბლოში რუსი შეერაღებული ძალების მიმართ. პროვოკაციებს მოაწყობენ და ძალაუნებურად ქვეყანა ჩაერთობა. და ამ დროს ჩვენ არ აკვავს ის პიროვნება, ვინც დაელაპარაკება რუსეთის ხელმძღვანელობას. გადადგით ეს ნაბიჯი, დაიწყეთ, შეხვედრა და დაგეგმეთ. მე კიდევ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ინგუში ხალხი მზად არის დაეხმაროს ქართველ ერს რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებაში სახელმწიფო დონეზე. აი მოუწოდებ ხელისუფლებას. მზად არის ინგუშეთი, რომ დაგვეხმაროს და ჩადგეს შუამავლად. როგორც რუსეთთან ურთიერთობაში, ისე სამაჩაბლოსთან, ისე აფხაზებთან ურთიერთობის დაალაგებაში. გადადგით ნაბიჯი. სახალხო დიპლომატიამ თავისი საქმე გააკეთა, ახლა უკვე ოფიციალურ დონეზე უნდა დაიწყოს ამ საკითხების დარეგულირება. დრო არ ითმენს. ძალიან არიან გააქტიურებულები, ომს აგებენ. არა, მე ერთი რამე მაინტერესებს უბრალოდ რა, რომ როცა შენ დასავლეთთან გაქვს ურთიერთობა ფაქტობრივად გაფუჭებული, როცა შენ ამერიკასთან არაფერი ურთიერთობა არ გაკავშირებს. როდესაც შენ უკვე საერთოდ პატრონი აღარ აქვს რა, იმაში ძაღლი პატრონს არ აცნობს, ნათქვა მირომარი რა და პატრონი არ აქვს. როდესაც პატრონის გარეშე კიდევ ვერაფერს ვერ იზამს პატარა ქვეყანა, ეხა ვიღაცა იტყვის, რომ რა თქვია პატრონი, კაცო, ღმერთია ჩვენი შემწევ. არა, ბიჭო, ეს სულელები ყავდა, ის მეფეები, რომ ეძებოდნენ იმ ფარველს. პატარა საქართველო მარტო ვერაფერს ვერ იზამს და ვინც ამას იძახის, რომ ჩვენ დამოუკიდებლად გავალთო, აი ეს არის ან იდიოტი, ან ქვეყნის დაუძინებელი მტერი, არ ვიცი. მტერი, ქვეყნის დაუძინებელი მტერია. სულელები არიან, როგორ შეიძლება, არ ვიცი, აი რაზეა საერთოდ ლაპარაკი, როდესაც აი ესეთი განცხადებები ისმის. ამით ჩვენთვის განყოფილი დრო ამოიწურა, ბატონი დავით ზირაქიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე მინდა დაგემშვიდობო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ხვალ ტრადიციულად საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.